გამარჯობა, ეს არის MMA ჟურნალისტის YouTube-ის მეორე ეპიზოდი და ვინაიდან და რადგანაც ეს არის ჩემი მხოლოდ მეორე ეპიზოდი, ცოტას კიდევ ნერვიულობ და შესაბამისად ჩემთან ერთად ჩემი კუმირები მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია იქნებიან. ამიტომ პირდაპირ საქმეს შევუდგეთ. დავიწყოთ ჩვენი შემდეგი ღონისძიებით, რომელიც გველოდება ამ კვირას გამთენიისას. დიეგო ლოპესის და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაპირისპირება. ძალიან ფეთქებადი, ძალიან ცეცხლოვანი ახალგაზრდა დიეგო ლოპესი, ვეტერანი ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ. ვოლკანოვსკი თავის მხრივ შეეცდება დაიბრუნოს ტიტული და შემდეგ ღირსეულად იასპარეზოს ქვემსუბუქ ზონაში. ალექს ვოლკანოვსკი 36 წლის მებრძოლი, ბოლო 2 მარცხი. ბოლოს წააგო ილია თოფურიასთან ბრუტალური ნოკაუტით და ასევე ბოლოს წინაბრძოლა წააგო ისლამ მახაჩევთან TKO-ით, ესეც ბრუტალური TKO იყო. ყოფილი ჩემპიონი რობერტ ვიტეკერი ამბობს და ამტკიცებს, რომ გამოცდილება აშკარად დაჯავნის ტალანტს. ვოლკს აქვს საკმარისი IQ და საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ დიეგო ლოპესისნაირი მებრძოლი დაამარცხოს და მეც ამას აბსოლუტურად ვეთანხმები. ვოლკანოვსკის დაპირება და კამბექი. ვოლკანოვსკი აცხადებს, რომ ეს უბრალოდ დაბრუნება არ იქნება. ვოლკანოვსკი ამბობს, რომ ეს იქნება დიდებული კამბექი და ტიტულის დაცვა. ის აპირებს დაიცვას ქამარი ევლოევთან, მას შემდეგ რაც დიეგო ლოპეს მიწასთან გაასწორებს და ქამარს დაიბრუნებს. მეორე მხრივ კი ყვავს დიეგო ლოპესი, რომელიც არის მშიერი, ახალგაზრდა პროსპექტი, ასევე გამოცდილი, მაგრამ UFC-ში სულ ახლახანს 2 წლის წინ დაიწყო ბრძოლა და მას ელოდება წინ ძალიან დიდი გზა, რომელიც კვირას დილით იწყება. განვიხილოთ ჩვენი კომეინ ივენთი, რომელიც პადი პიმბლეტს და მაიკლ ჩენდლერს შორის შედგება. ეს ბრძოლა გვპირდება ნამდვილ ფეიერვერკს. UFC-ს არ ყავს უკეთესი ორი შოუმენი, ვიდრე პიმბლეტი და ჩენდლერია. პიმბლეტი ამბობს, რომ ჩენდლერს სტრაიკინგში აჯობებს და შემდეგ მიწაზე გადაიყვანს და იქ მოგუდავს. ჩენდლერი კი პირიქით ამბობს, რომ უნდა გაუმზადონ მას პიმბლეტის ყბა, რათა მან შეძლოს და მას ბომბები მოარტყას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩენდლერი 38 წლის არის. მას ჰქონია ჩემპიონო ბრძოლის გამოცდილება და ამ გამოცდილებას პედისთან ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოიყენებს. არის ის ფაქტი, რომ ჩენდლერი არის უბრალოდ შოუმენი. შოუთვის შეიძლება მან დათმოს ზურგი, დათმოს ამით ბრძოლა. ძალიან კარგი შანსი აქვს პედის, რეიტინგში აიწიოს მაღლა და შემდეგ იჩხუბოს არმან ცარუკიანს, რომელმაც ის უკვე გამოიწვია ბევრი საუბრის გამო და თქვა, რომ თუ ის მაიკლ ჩენდლერს მოუგებს, დიდი სიამოვნებით ეჩხუბება მას. ასე რომ ეს ბრძოლა ძალიან ბევრ ახალს გვპირდება, ძალიან პერსპექტიული ბრძოლაა და არ უნდა გამოტოვოთ. შემდეგი თემა არის კონორი პოლიტიკაში და მისი კრიპტოვალუტა. კონორ მაკგრეგორი დაპირდა ხალხს, რომ ის მალე ძალიან დიდ ამბებს მოუყვებოდა ხალხს და გამოვიდოდა სიტყვით. მას ჰქონდა ძალიან ბევრი პოლიტიკური მინიშნება და შესაბამისად შეგვიძლია მარტივად ვივარაუდოთ, რომ მისი შემდეგი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური. ასევე გვაქვს ინფორმაცია კონორის კრიპტოვალუტის შესახებ, რომელმაც ვერ მოაგროვა $1 მილიონი და ინვესტორები, რომლებმაც ფული ჩადეს, თანხის უკან დაბრუნებას ელოდებიან. არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ კონორს ბიზნესში ნამდვილად აღარ უმართლებს. ჯოშ ემეტი ილია თოფურიას მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ჯოშ ემეტის კომენტარი ილია თოფურიას ზედაწონაში ასვლასთან დაკავშირებით. ჯოშ ემეტი ამბობს, რომ ილია ზედაწონაში ძალიან გაუჭირდება, მასზე ბევრად დიდი მოწინააღმდეგეები არიან იქ და მასზე ბევრად უფრო ძლიერები. ჯოშ ემეტმა ასევე თქვა, რომ ილია თოფურიასთან რემაჩის გასამართად მას სულ რამოდენიმე გამარჯვება სჭირდება, რათა ძლიერად დაბრუნდეს და შემდეგ მოიპოვოს რემაჩი და სჯერა, რომ ილია თოფურიასთან ის გაიმარჯვებს. მაგრამ გასულ კვირას იგი ლერონ მერფისთან გადაწყვეტილებით დამარცხდა. მე მართალია ვფიქრობ, რომ ჯოშ ემეტმა იმ ბრძოლაში გაიმარჯვა, მაგრამ საჯები სხვანაირად ფიქრობდნენ და ემეტი დამარცხდა. ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას პოტენციური დაპირისპირება. გამოჩნდა კადრი, სადაც ესპანური მედიის ერთ-ერთმა არხმა გარკვევით დაწერა იქ, რომ ილია თოფურიას შემდეგი მეტოქი იქნებოდა ჩარლზ ოლივეირა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდა, მაგრამ სანამ UFC ამას ოფიციალურად არ დაწერს, იქამდე არავის არ სჯერა მსგავსი რაღაცების, მაგრამ დიდი ალბათობით, ალბათ 80%-ია უკვე შანსი იმისა, რომ ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიას დაუპირისპირდება და შემდეგ ამათში გამარჯვებული დაუპირისპირდება ისლამ მახაჩევს. მოდით ახლა ვისაუბროთ მოვსარ ევლოევზე და არონ პიკოზე. მოვსარ ევლოევს აქვს 19 გამარჯვება, 0 მარცხი. ჩემი აზრით დიეგო ლოპესზე წინ მას უნდა მიიღო ეს ბრძოლა, მაგრამ მისცეს დიეგო ლოპეს და შემდეგ ახვედრებენ ბელატორიდან გადმოსულ მებრძოლს, რომელსაც რეიტინგი საერთოდ არ აქვს. პიკო კარგი მებრძოლია, უბრალოდ მოვსარ ევლოევს ბევრად მეტი აქვს დამტკიცებული UFC-ში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ ხელმძღვანელობას ნამდვილად არ მოსწონს მოვსარ ევლოევი.
მოდით განვიხილოთ UFC 314-ის მთავარი კარდი. პირველი ბრძოლა იქნება ნიკიტა კრილოვს და დომინიკ რეიეს შორის. რა თქმა უნდა, ნიკიტა კრილოვიც უმაღლესი დონეა, მაგრამ მაინც გულით მსურს, რომ დომინიკ რეიესმა გაიმარჯვოს. შემდეგი ბრძოლა მთავარ კარდზე არის ბრაის მიჩელი ჯან სილვას წინააღმდეგ, რომელშიც თუ ბრაის მიჩელი შეძლებს მისი 3 რაუნდის განმავლობაში გაკონტროლებას, არ ამგონია მან შეძლოს მისი დაფინიშება, მაგრამ თუ შეძლებს და გააკონტროლებს, ალბათ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს. იაირ როდრიგესი პიტბულის წინააღმდეგ. დებიუტანტი, მასზე ბევრი წნეხია, რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ იაირი ბევრად უფრო სწრაფი, უფრო გრძელი მებრძოლია და შესაბამისად მგონია, რომ ამ კიდურების სიგრძეს კარგად გამოიყენებს. მაიკლ ჩენდლერის და პადი პიმბრეტის ბრძოლა. აქ დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომელი მებრძოლი გაიმარჯვებს. მგონია, რომ მაიკლ ჩენდლერს უფრო მეტი შანსი აქვს, მაგრამ მისი ხასიათიდან და შოუმენობიდან გამომდინარე შეიძლება, როგორც თქვი, ნებისმიერი რაღაც გააკეთოს და ეს იქნება მიზეზი, რატომაც შეიძლება მან წააგოს პადი პიმბრეტთან. ვერ ვხედავ, რომ პადი პიმბრეტმა უბრალოდ ადგეს და მაიკლ ჩენდლერი დააფინიშოს, ან თუნდაც გასვლებში მოუგოს. ასე რომ მაიკლ ჩენდლერი ვიდრე პადი პიმბრეტი. ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში შემატკივრობ ვოლკანოვსკის, მისი IQ, მისი გამოცდილება, თუნდაც მისი ყოფილი მოწინააღმდეგეები, ის თუ როგორ დაამარცხა მას სამჯერ მაქს ჰოლოვეი, გონია, რომ ვოლკანოვსკი ძალიან მარტივად გაიმარჯვებს. მესამე-მეოთხე რაუნდის ფინიშით ან გადაწყვეტილებით. მაგრამ არ გამოვრიცხავ დიეგო ლოპესის შანსებს. თუნდაც 1% ქონდეს შანსი ამის გამოყენება დიეგო ლოპესს ყველაზე კარგად შეუძლია. შეგიძლიათ კვირას დილით UFC 314 დატკბეთ. ეს მეორე ეპიზოდის დასასრული იყო. ხოთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო.